მოვდივარ ხალხებო. მოვდივარ. გავარჯობა. მოვედი. ეხლა შემოვედი სახლში და დავიწყე ესა. რა ვიყიდეს დაბარგება. დაჯენანა დასკამდი ვინც რა უნდა თქვას. წის ქვილმა კი თქვასო. დაიცადეთ. ეხლა ჯერ მივიღოთ ფორმა. როგორც კი შემოვედი, დავიწყე ესა. რა ქვია? დავიწყე ნაყიდობის დაბარგება. ანუ დაბინავება, სწორედ ვილაპარაკოთ. გაყინულები რაც იყო, დავიწყე იმის ესა დაბინავება და უცებ დამცხო თავში, დამარტყარო, მოდი მეთქი ვიდეოს ჩავწერ, ბარემ დიდი არაფერი ნაყიდობა არ მაქვს, ვაიმე, ისე ვარ ყვავილებში. ეს გუშინ არ გავსუმლოთ. გუშინ წინ ვიყიდე სუპერმარკეტში. ქრიზანთემებია, წვრილი, დაიცა. მომეწონა. ყვითელიც იყო, მაგრამ ძალიან დიდი იყო, ყვითელი დიდი თაიგული იყო, ბუთქუჩა, რა რატო არ ვიყიდე ისიც, ნუ არა უშავს. ხო და ესა ვიყიდე. ხო და ეხლა აქ მოვიტანე და გავლამაზდით. მართალია კითხვეს, რომ ზოგიო სპეციალურად აწყობსო და ილამაზებს იმასო ობიექტივში რაც უნდა გამოჩნდესო, მასია. მე მასე ვაკეთებ, იმიტომ რომ მინდა რომ რამენაირად ლამაზად გამოჩნდეს და ყურებადი იყოს, იმიტომ რომ მე არა ვარ დიდი რამე სილამაზე. აი სამაგეროდ შარფი მაქვს, ეს იმ ახალი შარფებიდან არის. ეს გრძელი არ არის სამკუთხედი, რუნებიანია და ძალიან ლამაზი და მომწონს. ხო და შიგნიდან ბლანზი ის მაცვია, მაიკა. მაისური, იმიტომ რომ მომწვანოა ეს, მომწვანო და ბათინკი მაცვია, ახალი ბათინკი მწვანე. ისიც ეგეთივე გახუნებული მწვანეა, სამხედრო მწვანესავით რა და შეუხამე რომ გამოჩნდეს მეთქი. ვიმატრაკვეცე ხალხო. ეხლა ეს საჩუქარია, ჩამომივიდა გუშინ. შაბათს ჩამოვიდა და გუშინ წავედით შემაქარმა, მოკლედ არ გაგიშვებ მატარებლითო, სად უნდა იარო, ან როგორ უნდა ატვიოვო. ხო და წავედით მანქანით, არაფრით არ მინდოდა რომ მანქანით ნუ მითხრა თუ გზნობო რომ შემიძლია თუ არა არ გეტყოდიო. ხო და ჩამომივიდა გუშინ სამკაულები ჩამოვიდა და კიდე სხვა რაღაცები, მაგრამ თავარი ეს არის რომ აი ეს საჩუქარი ჩამიდეს ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა. კი არ ვიცნობ პირადად ესე გავიცანით, აი სამკაულებს სადაც ავყიდულობ ხოლმე. ესეც ახალი ჩამოსულია. ეს ბურთულებზე ვგიჟდები. ხო და ეს არ ვიცი, მე არ მithქვამს რა თქმა უნდა, ეხა ისეთი კი ახლო კი არ ვარ რომ ყოველ დღე ვსაუბრობ, მაგრამ არ ვიცი თუ ჩემი ვიდეო ნახა ამ საყვარელმა ნანიკომ და მარაო სპეციალურად თუ შენზე ვიფიქრეო და მარაო გიყიდეო და გამომიგზავნა. ძალიან ლამაზია, ძალიან ძვირფასი, ისეთი კარგია რა გითხრა, თეთრი ზაფხული გვინდა. ხო და ჩემი ქმარი გუშინვე დაინახა ეს მარაო ისინი სამკაულები რაღაცეები და იძახის ნანა ეხლა ქორწილში უნდა დაგვპატიჟო, საჭიროა რომ გამოამზეურო. არავინ არ გვეძახის ქორწილში. ეხლა კი იტყვით რომ მოგვიტანეო და გვარჩვენეო დავაბინავე სამკაულები, მოვიტან, ნახოთ აი დროში როგორ ჩავეტევი, სადილ დღეს დილით ველოდებოდი დამხმარეს. ეს დამხმარე როგორ კიდე სახლის დალაგებაში რომ ეხმარება ჩემი გოგო და როგორ მათამაშებს თავის ჭკუაზე. შევთანხმდით რომ უნდა მოვიდესო, შაბათობით აღარ უნდოდა. სამშაბათსო არაო ვერ მოვალო, საქმე ეთყობა ბაზრობა უნდოდა და ორ შაბათს მეთქი სამში მოდი, იმიტომ რომ წინა კვირას მოვიდა შაბათს. ეხლა გუშინ წინ კი არა, წინა შაბათს და ეხლა ნუ ორ შაბათსო. ხო და მოვიდა ორ შაბათს და მოვიდა ეს ორ შაბათი, როჩეტე დილით 8 საათიდან დავიწყე ჭყივილი, ადე ჩქარა 10 საათზე უნდა მოვიდეს და მითხრა ნანა, აბა დაურეკეო ერთი მოდისო, გულმა უგრძნო ეთყობა ინოჩენტეს და ისა თუ არა წყნარად გამებზადებიო კაცო რომ მათხაფუთხებო და დაურეკე და ვაიმე, ნანა დღეს უნდა მოვსულიყავიო, გუშინ რო აღარაფერი დამირეკეო, მე ვიფიქრე დღეს არ უნდა მოვსულიყავიო და ჩემ ძმასთან წავედიო. კარგი მეთქი ვეთხარი როდის მოხვალ და ზეგო. ხო და ეხლა იმის თქმა მინდა რომ როგორ ჩავეტევი დროში, ჯერ 12 საათია ეხლა აქ. სადილი ბალახი
ჩიკორია მხალი დავჭერი დილას და წყალშია. მეორე თავი კიდე თევზი უნდა შევწვა. ფილია რაღაცა პერსიკო ქვია. გუშინწი ძალიან ბევრი თევზეული ვიყიდე შაბათს, იმიტომ რომ აქ იყო შაბათს პრაზნიკი, დღესასწაული, ყველა წმინდას ხსენების დღე, ყველა წმინდანისა. ისე რომ ყველას დღესასწაული იყო და გუშინ იყო გლოვა, ანუ არა დღესასწაული, იყო მიცვალებულების ხსენების დღე და არ იჭმეოდა ხორცი და ყველა იყო თევზზე მისეული და ნუ მეც ბევრნაირი თევზები ვიყიდე. ჩემთვის სუშიც გავაკეთე, მოკლედ მთელი ამბავი იყო რა გუში. რო ვამობ დრო არა მაქვს მეთქი. კიდევ აგებში მეკარგება დრო, აი თითქნაობა. ორი ადამიანის საკობს ვაკეთებ ცალ-ცალკე. ჩემი ადრე ერთს ვაკეთებდი და მეც მივირთმევდი, მინდოდა არ მინდოდა, მომწონდა არ მომწონდა, ვეგუებოდი. ეხლა აღარა ვარ მასე ბატონო, შევცვალე მიდგომა და ჩემთვის ვიკეთებ, რაც მე მინდა, რაც მეჭმევა, იმიტომ რომ პასტას აღარა ვჭამ და ფაქტიურად უნდა გავიკეთო. ეხლა ბეჭდებს ნეტა თუ ჩანს, უფრო ახლო ვერ მოვდივარ. ესეც ეხლა მოვიდა და ესეც. ეს ძალიან ლამაზია. დაიცა? როგორ გაჩვენოთ არ ვიცი. არა ვერ გაჩვენებთ, იქიციან კარგად ჩვენებ. მაგრამ ძალიან ლამაზია, ბორდოა, ბორდოსფერია და კერამიკა თუ რა არის, რავი არ ვიცი. და ეს ნეკის ბეჭედი კიდე ძალიან მინდოდა ახალი ნეკის ბეჭედი. ადრე ხო ვიყიდე და არ მომერგო, პატარა იყო და სხვა ჩუქე და ეხლა ეს კარგად ამაქვს მომერგო და მიხარია. არ ვიცი, ჩანს? ნუ როგორც არის. მე ხო მიხარია. ორი ცეპოჩკა კი არა და რაღაც კულონია, საყურეებია, ერთი ეს და ერთი თუ ორი სხვა. ბეჭდებია კიდე 3 თუ 4. მეც აღარ მახსოვს მგონი. ეხლა მოდი გაჩვენებთ უცებ-უცებ რა ვიყიდე და მოვიშორებ თავიდან. მოკლედ რა ვიყიდე. ეს არის კვერცხები. რაღაც კვერცხი არ ვიცი, 6 ცალი евро და 60-მდე ალბათ, არ ვიცი. დაძვირდა რა მოვა. ყველაფერი ხო დაძვირდა რაღაც უნდა მაგას ლაპარაკი. ეს მდნარი ყველი, მდნარი. ეს სხვა პარკში იდო, ის სხვა პარკი იქ შევაბარგე, რა ქვია. ლორი არა, მორტადელა, კაცო, მორტადელა და ეს გახეხილი ყველი. იქვე მოვაჭრევინე და იქვე გავახეხინე. ამას ახლა გადავიღებ კონტენიტორში. არ ვიცი ქართულად რა, იმაში. სათავსოში გადავიღებ და ისე მეკრება მაცივაში. ცოტა პატარა მაქვს სპეციალურად, რომელსაც მაგიდასთან გამოვინახო. მე ცოტა ბევრი ვიყიდე. ეს ლავაშებია ოღონდ არა სხვანაირი ფქვილის ლავაშებია, ყვითელი, სერი, რა ვიცი როგორია. დაბალი კარბოჰიდრატები აქვს და დაბალი შაქარი. კარაქი ლაქტოზას გარეშე, პარმიჯანოსი, პური ინოჩენტეს, პური, როგორც იქნა ვიპოვე, დაწნული პური უყვარს, ცოტა იქით დავდებ, რომ თვისპირში არ იყოს. გამახსენდა, რომ ბანანი არა გვაქვს და გუშინ წინ ითხოვა, რომ ბანანი არ არისო, აი, როგორ ვთქვა, სპუნტინოს, რა ქვია, როგორც ხემსი რა, წაახემსება, ისე მიირთმევს ხოლმე ბანანს, ეთყობა შიმშილს უკლავს. ხო და ბანანები წამოვიღე, მე ბანანს არ ვეკარები. ინოჩენტე მიირთმევს. აი ეს პამიდორები დავინახე. ნუ ეხლა არ ვიცი ნეტა კარგი იქნება, ცუდი იქნება, ვინდზე რომ მოგეწონება ადამიანი და ისე კიდე არაფრად რო არ ვარგა, ეგრე თუ არ იყო, კარგი იქნება. ეს ორი პამიდორი გადავიხადე. ბანანი евро და 90 კილო. ამ 4 ბანანში გადამიხდია евро და 60 და პამიდორში გადამიხდია евро და 70, ორ ცალ პამიდორში. 3 евро ღირდაგონი კილო არ ვიცი. ეს არის გალეტები, გავხსნით და გაჩვენებ. რატო ვიყიდე იცით, გორგონზოლა მაქვს. და გორგონზოლას ისე მირთმევა ძალიან არ არის ხოლმე არც სასიამოვნო და არც კიდე ძალიან ძნელი არა ყოლზით ხوار და დანით და იმით ლოკვა მეჯავრება. და ვაკეთებ ხოლმე პატარა სუხარიკებზე ვდებ, აი ესეთია. ეს სიმინდის ფქვილით არის.
დავხედე, იმიტომ რომ ორდაირია, ერთი არის ბრინჯი და ერთი არის სიმინდი. ეს არის სიმინდი. ესეთი პატარა ისინია, გალეტები და ოღონდ ეხლა რამდენად წავა არ ვიცი. ესეც მარილიანია. ცოტა ნაკლებ მარილიან კრეკერებზე ვაკეთებ ხოლმე. ზედ დავადებ და გორგონზოლას და გორგონზოლაზე დავადებ ხოლმე მირტილო რა არის? მოცხარი, წითელი მოცხარის ჩირი. მაგას დავადებ ხოლმე და ძალიან უხდება. ზეთი. ზესუმზირის ზეთი. შაბათს ჩემქმარს გავუკეთე პონჩიკები და რაც ზეთი მქონდა იმაში მივათხლიშებ. ხო? ისა შესაწველად რა. ამზეც ახლა ისე აქ ხო არ მივირთმევთ არა? ზე სიმძიმეები იქით დიდ სუპერმარკეტში არის ფასდაკლება ეს აღის 2 евро. ყველაზე ძვირი რძე ეს არის. ნუ ის არ ვიცი ახლა სოიოები და ისინი მეწამდგენ არა მაქვს ვეგანური რძეები რა ღირს და როგორ არის. ჩვეულებრივ რძეებში ყველაზე ძვირი ესაა. და იქით არის ფასდაკლება, მაგრამ ეხლა იქ ვერ წავიდოდი და ჩემ ქმარსაც აღარ უთხარი რომ მანქანით. ნუ რაც აეგა. ესა ქვილი. ეს არის პიცის და ნუ ძირითადად პიცის ქვილი არა, დრით განსხვავდება პიცის ქვილი, უფრო მაღალი ხარისხია, უფრო მეტი რაღაცა ის ინდექსი რო არის WW რაღაცები მოკლედ. კაპუტოს ფირმა, ვინც აქ ახართ? კარგია. და არასოდეს არ მიყიდია ეს. დღეს ვამბობდი კასას ვეუბნები სალაროსთან ვინც ადგა გოგო იმას ვეუბნები დღეს გადავწყვიტე რომ ესა ჯამთელი კვება არ მექნება მეთქი რათა აი ეს არასოდეს არ მიყიდია არასოდეს არ ვიცი როგორია დავინახე ერთხელ რომ ვიღაცა მიირთმევდა ვიდეოში ნახე და ვამბობ ნეტა არის აქ მეთქი მე ხო ჩიფსების დახლებს არ ვეკარები დიდად. განა იმიტომ რომ არ მიყვარს. კარგი ჩიფსები ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ვერიდები. და ეს არის ხლოპიები ყველის გემოთ. ადრე როდისღაც არ მახსოვს ბარში რომ ცხოვრობდი, მუშაობდი, მგონი მაშინ ვიყიდე ერთხელ ოღონდ იყო ბურთულები და ქონდა ყველის გემო. ესეც ჩვეულებრივი ხლოპი არის, ოღონდ ყველის გემო ვაწერია. ძალიან დიდი ფანტაზია უნდა ჩართო რა ყველის გემო გაიგო. არა ყველის გემო. აქ მეორე პარკი მაქვს ბადრიჯანი და ყაბაყი. რა ვიცი, გაინტერესებთ არ გაინტერესებთ? ესეთი ბადრიჯნებია. სამცალიგით ბადრიჯანი. და ყაბაყი, სამცალი ყაბაყი. ეგ არის და ეგა, გაყინულები იქ დავაბინავე და მორტადელა იქ დავაბინავე და ასე შემდეგ. გუშინ იყო რიტუალი მიცვალებულების ხსენების დღეს მიირთმევენ სპეციალური პური ცხება, კვარტიჩელა ქვია. ეგ მე მგონი მარტო ამ ქალაქში იციან, სხვაგან არ ვიცი, არ გამიგონია. ყველა ქალაქს ხო თავისი, ყველა მხარეს და მე ყველა რეგიონს და ყველა ქალაქს თავისი წესები აქვს. ამ კვარტიჩელას ესეთი გძელი ბულკასავით პური აქვს, გძელი და შიგნით უნდა ჩადო, გაჭრი და ისა, მაიცა, ჯერ უნდა წაუსვა რიკოტა ფორტე, ანუ იყიდება როგორც ჩვენთან კალტი. როგორც კი არა, ზუსტად კალტი. აი, კალტი ახლა არ ვიცი, ჩვენ მხარეს თუშები მაიციან და ისე იცით თუ არა. მოკლედ, ხაჭო არის დაძველებული, გადაზელილი და აქ მძაფრი გემო. ეგა ჯერ ეგ უნდა წაუსვა, როდის მქონდა ნაყიდი ლაქტოზას გარეშე და ჩემ ქმარს მივართ.
წაუსვი, მერე სპეციალური ალიჩებია, ხამსა არის დამარილებული, სიცილიური ხამსა ყველაზე ძვირფასი ვიყიდე, რომელიც იყო. ეგ უნდა დაალაგო, უნდა თინუსი, ტუნა, რა ქვია, არ ვიცი, ეგ უნდა დაალაგო და პამიდორი, ზეთში ჩადებული. ეგეც მივაყოლე და მაგი პანინი იჭმევა სავალდებულოდ არის მიცვალებული ხსენებისთვის. მოკლედ ეგ იყო გუში. მოკლედ ნაყიდობა მორჩით. ამ ყვავილებს ხან იქიდან მოგიბრუნებთ, ხან აქედან, აბა საიდანა ჯობია? არა. არ ვიცი, საიდან? მე მგონი იქიდანა ჯობდა საიდანაც იყო. არა. რა ვიცი. როგორც იყო, ისე იყო. დიდა რა გავბეცდით, საერთოდ გადავაგდებ ახლა. იყოს ეგრე. ხო და ხალხებო, ეხლა ეს ნაყიდობა მორჩი და გაჩვენეთ რაც ვიყიდე და როგორც ვიყიდე. ძალიან მინდოდა გუშინ წინ დავაჭრი, რომ მქონდა გამეკეთებინა ესა, იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი თევზეული ვიყიდე, ისინი გამბერონები, კოცები, უიმე კოცებიც უნდა გავაკეთო დღეს. არა, გავაკეთე გუში მიდიები, ბრინჯით და კარტოფილი დღუმელში გუშინ გავაკეთე, ფენა კეთდება, მაგრამ ისა კიდე მოვიტოვე ერთი თებში გასთავებული, რომ ღუმელში უნდა გამოვატარო ნივრით, გახეხილი სუხარით, გახეხილი პური, რა ქვია მაგას, საფანელი. მოვაყრი ნიორს ცოტა ოდნავ ნიორი და ზეთსი და 1-2-3 წუთი ღუმელში. ხო და ეგ მინდოდა რომ გადამეღო ცოტა საინტერესო განსხვავებული ნაყიდობა გამოვიდოდა თქო და ისეთი გვიან მოვედი, იმდენი ხალხი იყო და ვაიმე და ვუიმე რომ ვერაფრით ვეღარ გავიხადე, ნინო ჯინსის ქურთუკი აღარ მაცვია ჟაკეტი ახლა. მაგრამ ძალიან აღარაც მცხელა ამაში. ხვალე ცოტა დაიწევს ტემპერატურა, დღეს 22-23-ია, ხვალე იქნება 18. იმედია ზეგ არ იწვიმებს, იმიტომ რომ ზეგა გვაქვს გენერალური უბორკა თუ მობძანდა ჩემი გოგონა. ფარდები, ფანჯრები და ეგეთი რამეები, ეგრე უბრალო არა. ხო და ეხლა ერთი რა უნდა მეთქვა, ერთი კომენტარმა ვიტყვი ხოლმე რომ აღარ გამაოცებს, ვაიმე დედა გამისივდა თითი. აღარ გამაოცებს მეთქი აღარაფერი, აუცილებლად ჩავწერეთ ვიდეოს, სადაც სამკაულებს გაჩვენებთ. უბრალოდ ისე ლამაზებია და იმიტომ გაჩვენებთ, თორე იმიტომ კი არა რომ ესეც ძალიან მომეწონა ბურთულებზე, აი ვაფრენ ბურთულები, სადაც არის გიჟდები. ხო და ვაიმე ახლა YouTube-დან მოვიდა გაფრთხილება რომ უნდა განვაახლო, არ ვიცი, ხელშეკრულებას გასდის ვადა თუ არ ვიცი, ისა პირადი მონაცემები არის გასაახლებელი, თორეო ხელფასიო ან არ დაგერიცხებაო და ან თუ დაგერიცხა 30%-ით ნაკლებიო და 30% გვიკავდება ისე რომ იცოდეთ ჩვენ რა YouTubers 30% ისედაც გვიკავდება და წარმოიდგინე რა კიდე 30%. ეხლა მე კი სულ არ მაინტერესებს იქიდან გამომდინარე რომ არც არა დიდი გამომუშავება არ მაქვს და არც არა ხელფასი არ მაქვს ყოველთვე ეხლა. მაგრამ არ ვიცი სხვებსაც მიუვიდათ, არ ვიცი მარტო იტალიაშია ეს თუ მთელ საქართველოში თუ არ ვიცი როგორ არის რა. ხო და ეხლა დამარტყა თავში რომ განვაახლო თქო. ეხლა იმუშავეთ იუთუბერები ვინც ახართ და ხელფასი გინდათ, ეხლა იმუშავეთ, ეხლა ნოემბერი დაიწყო, ნოემბერი, დეკემბერი იქნება მაგარი ხელფასები, მაგარი გამომუშავება, ორმაგი გექნებათ ეხლა რავი თუ ვინმე მისმენს იუთუბერი, მე გეუბნებით, დამწყები თუ ხართ, ვინც ძველები ვართ, კი ალბათ იციან ჩემზე კარგად და მშვენივრად. დაახედეთ რომ ეხლა დადეთ დღეშიო, დაყარეთ ვიდეოები, დაყარეთ იმ ნებისმიერ რამე გადაიღეთ და დაყარეთ, იმიტომ რომ ნოემბერი და დეკემბერი იქნება ორმაგი ხელფასები, იცოდეთ, როდესაც არის დღესასწაულებელი. მერე იანვარი დაიკლებ, თებერვალი მოკვდება, მარტიდან ცოტა ამოძრავდება, ისევ გაცოცხლდება, აპრილიდან ნორმალური ანაზღაურება წავა. ასე რომ ეხლა არის ეს 2 თვე არის გლეჯვა.
და იცოდეთ. რატომო თუ შემეკითხებით, იმიტომ რომ დღესასწაულებია, იმიტომ რომ ბევრი იყიდება, ბევრი რეკლამა არის, ბევრი რამის რეკლამირება ხდება და რეკლამასაც კარგი ფასი აქვს და აქედან გამომდინარე ხელფასიც კარგია YouTube-ზე ეხლა. TikTok-ზე არ ვიცი, აზრზე არა ვარ და ნეტა ერთი TikTok-ზე მაჭორავა ერთი კარგად რომ დედაშვილს არა იყვანს ხელში. ხო და არა, ეხლა ეგ არ არის ჩემი ის. ვიტყვი ხოლმე რომ აღარაფერი გამიკვირდება და რაღა უნდა გამაკვიროს. ძირითადად ვიცით ხოლმე რომ ვინ როგორ ჩემ საუბარს ან ჩემ რამე ქმედებას რა რეაქცია მოყვება, ვირას გაიფიქრებს, უკვე იცი, იმიტომ რომ წლები ეხლა მე არა ვარ დიდი, რამდენი? 4 წელი გახდა მგონი. ეხლა ხდება მგონი 4 თუ რამდენი ხალხო, ხა? ხო და მაინც ვიცი რომ ნებისმიერ ჩემ მოქმედებას რა აზრები მოყვება, ზოგი დაწერ, ზოგი თავ შეიკავებს, მაგრამ გაფიქრებით და იმით ყველა რაღაცას გაიფიქრებს, აი თითი რატო გაილოკე, აი ეგ როგორ ჩაიდებ, რა საზიზღრად ჭამდა, როგორ იქცევი, ხელი რატო გაიცვი ცხვირზე, პირზე, ბევრი რამე ვიცი ეგ. ან რამე ისეც ვიტყვი და მე მოყვება შენ ვინ გეკითხება და რა გესმის შენ და შტერი ხარ და ორღობე ხარ და გავიგე. მაგრამ აღარაფერი გამაოცებს მეთქი და ერთმა კომენტარმა მაინც გამაოცა რა, აი ბევრი ვიფიქრე. იქნება მე ვიგებ ცუდად, იქნება მე ვარ, არა ვარ მე, აი ხო არის მალპენსანტე, ცუდად ვინც ფიქრობსო, ცუდად იგებსო, იტალიელებს აქვთ ეგეთი გამოთქმა და მე არა ვარ მასეთი რომ უცებ დასკვნა გამოვიდა. ადრე აღარც მახსოვს როგორი ვიყავი, მაგრამ ეხლა ნამდვილად არა ვარ მასეთი. სულ ვცდილობ ქექავ დადებითი ვიპოვო, რაღაცა გამართლება მოუძებნო ადამიანის ქცევას, თქმას, რამე გამოხტომას ვცდილობ, რომ აი ინოჩენტესაც სულ მაგას ვეუბნები, იქნება ასე, იმიტომ გააკეთა, რომ აი ასე ეგონა, ასე ფიქრობ და ნუ რაღაცას ვცდილობ, რომ დადებითი ვიპოვო, ხო და? ისა. კომენტარი იყო ეგეთი. მე არა ვარ არ ჩენი გამომწერი, არ ჩენი გულშემატკივარი. უკვე კარგი დაწყება, ხო სწორია. არა ვარ არ ჩენი გამომწერი, მაგრამ მიყურებს. ეს დავიმახსოვროთ ის მიმატება გამოკლებას, ეს დავწეროთ, ეს დავიხსობოთო, ხო იცით? მიყურებს. აქ არის იტალიაშია. არა ვარ შენი არც გამომწერიო, არც გამოწერილი არ მყეხარო და არ შენი გულშემატკივარი არა ვარო. უკვე გეტკინება, ხო? რატო უნდა მომახეთქო თავში, რომ შენი გულშემატკივარი არა ხარ და ნუ ხარ, ნუ გამომეხმაურებ. მაგრამ აი ამ ხელა კომენტარი დაწერა. სადაც ეს გაჩუქების თემა რო იყო და რა დამიწერეს და მაგას რო პასუხობდი, იმ ვიდეოს ქვეშ არის. არ წამიშლია რა, თუ თვითონ წაშლის ახლა ალბათ არ ვიცი, მაგრამ მე არ წამიშლია. ხო და იმ ვიდეოს ქვეშ წერს, ეს ქართველები რომ მიდიან და იქექებიან მეორადებში და ყიდულობენ ამ ვიღაცების ნაცვამ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ძალიან იციან ვის რა აქვს და ვინ რა გამოიარა და მერე ყუდაბზიკები არიან და მერე ასეთები არიან და მერე ისეთები არიან, ისინი არიან ვიღაცები, ვინც არიან, ვინც აყიდულებენ. ჯერ ერთი მე არ მილან ზღია ადამიანები, ვინც მეორადებს ყიდულობს. მეც ავყიდულობ, მეც მაცვია, მეც ვიცმევ, კიდევაც ვიყიდი. მაგრამ ეს არ ანიშნავს, იმიტომ რომ აი მეტი გზა არ მაქვს და ძალიან ბევრი ადამიანია, რომ უნდა რაღაცა ისეთი ხარისხისა იმ ფირმისა, რასაც ახალს ვერ შეწუდება და მეორადებში ეძებს, იპოვის, ყიდულობს ან როგორც არის, ხო? მაგას მე არავინ არ მილანძღია, რომ მეორადებში გადაახვიეთ და ნახეთ, რომ ვინც აყიდულობს, თქვი ასეთებო, თქვი ისეთებო. არა. ის ვინც დამიწერა, შეიძლება არც დადის მეორადში აყიდულობს, შეიძლება დადის და მეორადებში ყიდულობს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ყველა სხვა მოვაქცევთ ერთ ქვაბში და მოვათუხთუხებთ. რატო უნდა ვლანძღო ყველა ის ადამიანი, ვინც მეორადში დადის და მერე ყუდაბზიკობს და იპრანჭება იმ მეორადებით. მერე რა იპრანჭოს, რა პრობლემა? ეგ არ არის ჩემი პრობლემა, საერთოდ არ არის და არ ჩემი საფიქრალი არ არის. იმ შემთხვევაში ის საუბარი იყო იმ პიროვნებაზე 2-ზე, 3-ზე და იმ დანარჩენებზე 16 თუ 17-ზე, ვინც ლაიქი დაუსვა მაგ აზრს და ვისაც მოეწონა და ვინც მასე ფიქრობს. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომ
ეშინიათ ნებისმიერი დაავადებისა არიან ადამიანები, ვინც ხელს არ მოკიდებს, რა ვიცი მე რაღაცას არიან ესეთი ადამიანები. მე ის კი რა ვთქვი, რომ ვაიმე რატო არიან და არიან ბევრნაირი ადამიანები ვარსებობთ ხალხო. ხო და ეს მაგერ თავი დავანებოთ. ეს ვინც დამიწერა, ეხლა თქვენ თვლით ქალბატონო, ვინც ეს დამიწერეთ, რომ ის წინა კომენტარი ვინც დამიწერა და გული მატკინა, იმათზე უკეთესი ხართ თქვენ? ან იმათზე უკეთესად მომეკეცით მე? არა. თქვენ ჩემი გულშემატკივარი არა ხართ. ლოგიკას რომ მივყვეთ, მე ვინც გულშემატკივარი არა ვარ და ვინც ადამიანი ან არ მესიმპათიურება და მე თავისთავად თქვენ არ გესიმპათიურებით არანაირად, ხო? ჩემი კარგი არ გინდათ, თქვენ გინდათ, გაგიხარდებათ, გესიამოვნებათ, არ გაყენებ შეურაცხყოფას, ფაქტს ვამბობ. როცა მე მასეთ რამეს დამიწერე და გამლანძღავენ, შენ არ გეტკინა ეგ ამბავი, რომ მე ვინმე მგული მატკინა. არა. შენ არ შეგეხო ეგ ამბავი, რომ მე რამე მაწყენინეს და მე შეურაცხყოფა მომაყენეს, არ მიმიღია შეურაცხყოფად, უბრალოდ მეწყინა და მეტკინა, მაგრამ თქვენ ეგ კი არ გეტკინათ, რომ მე მაწყენინეს და თქვენ მაგაზე კი არ გაბრაზდით და მაგაზე კი არ ხან თქვენობით მივმართავ და ხან შენობით, მეც არ ვიცი როგორ უთხრა, შენობით მოგმართა უფრო ადვილია. შენობით მიმართვა არ ანიშნავს უპატივცემულობას, ეგ იცოდეთ ჩემთვის მაგალითად, თქვენობით მიმართვა და შენობით მიმართვა ის რომ პატივისცემა და ის არა, მე თქვენობით უფრო კარგადავლანძღავ ადამიანს ვიდრე შენობით. ეგ მაგაში არ გამოიხატება ჩემთვის უპატივცემულობა, ეს გადახვევა იყო. რაც შეეხება ამ კომენტარის ავტორს, შენ მე კი არ მოგწონ ვარ, ჩემი გულშემატკივარი არა ხარ და მაგიტომ კი არ დაწერე ეგ კომენტარი. შენ გაქვს აი ყველა იმ დანარჩენი ქართველების ბრაზი და ჯავრი და სიძულვილი გაქვს ყველასი. განა მე გედარდები რომ მე დამიწერეს მასეთი რამ. არა, შენ ეხლა ლანძღავ ყველა დანარჩენ ქართველს, ვინც მეორადებში ყიდულობს და მერე კუდაბზიკად დადის გამოყრანჭული იმ მეორადებით. დალანძღე ის ადამიანები. განა იმიტომ რომ ჩემი ჯავრი გაქვს და ან მე დამიწერე კარგი. არა, შენ დაწერე მაგ ხელა კომენტარი, იმიტომ რომ შენ რაც ჯავრი გაქვს, ჯავრი აი არ მინდა თქვა ბოღმა, შეგნებულად არ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ძიმე სიტყვა არის ეგ, მაგრამ აი ეგ რაცა გაქვს, ბრაზი, შური, არ ვიცი კიდე რა გაქვს, ყველა დანარჩენის მიმართ ამ ქართველებს ვერ იტან, ხო? ეგ დაწერე ჩემთან კომენტარში, თორე ის რომ თავიდანვე მაფრთხილებ მე რომ მე არც შენი გამომწერი არა ვარ, არც შენი გულშემატკივარი არა ვარ. მაგით რა გამაფრთხილე? არის ფიქრო რომ შენ რამეზე მკიდი ხარო რა? პირდაპირ ხომ გამაფრთხილე თავიდანვე. მაშინ რატო რაღაცე დაიღალე, იმ ხელა დაწერე, იმიტომ დაიღალე და იმიტომ დაწერე მაგდენი რომ ეს დანარჩენი ყველა სხვა ლანძღე. მათ შორის მეც რა თქმა უნდა. რათა ხართ ესეთი ადამიანები, რატო ხართ და საიდან მოდიხართ? ის რომ მაგისი სურვილი გაქვს რომ ლანძღო ადამიანები, სადაც იპოვი იმას საშუალებას. ეხლა ჩემთან კომენტარებში რა შუაში იყო, როდესაც არ გენაღვლები მე, ის რომ მე სხვამ ის კომენტარი დამიწერა, გაატარე შენ, გესიამოვნა რომ მე მასე მიპასუხეს, შენ გაგიხარ და იმიტომ რომ არა ხარ ჩემი გულშემატკივარი და როდესაც არა ხარ, ან უნდა გკიდი ვარ სუნთლად და თლათ არა გკიდი ვარ, იმიტომ რომ მაშინ არ მიყურებდი და ყველა ჩემ ვიდეოს არ უყურებ. ესე იგი თუ არა გკიდი ვარ და ჩემი გულშემატკივარი არა ხარ, ესე იგი ვერ მიტან. ეგ ჩვეულებრივი ამბავია ხალხო, ადამიანი რომელსაც მეორე ადამიანი არ მოწონს და ვერ იტანს, უყურებს. არა თქვათ რომ მე თუ ვინმე არ მინდა იმას არ ვუყურებ, იმიტომ რომ ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. მე აი ის ინას უდაკოვა რომ მე მთელი 2 წელი აღარ მინახია მე იმისი ვიდეოები, აღარც მიგდებს, როცა აღარ უყურებ, აღარ მიგდებს. არ მომწონს იმ ადამიანის არაფერი არ მომწონს და ყოველდღე ვუყურებდი. ეგეც ერთი ის არის, ინტერესი დავარქვათ, რავი არ ვიცი რაც კიდე დაარქვით, მაგრამ მესმის ადამიანებად, იმიტომ რომ მე თვითონ მე არა ვარ ის ადამიანი რომ თითის უკან დავიმალო მე და სხვებზე გავიშვირო თითი და მე რასაც ვაკეთებ ის არა ვთქვა კაცო, მეც იგივეს
გამიკეთებია, იმიტომ რომ მე ვინც მიყურებს, ვერ მიტანს, არ ვევასები. გამოვიყენოთ ისა, არანაირი სიმპათია არ აქვს ჩემი, მაინც მიყურებს და ეგ არ მიკვირს. და აღარ ვიძახი რომ ნუ მიყურე ბასქროლი, არა მიყურე, აბა რა გიყო ახლა, თუ სხვა არა გაქვს არაფერი გასართობი და სხვა საყურებელი არა გაქვს და როგორ ვთქვა, ჩასაფრებული, აბა იქნება რამე ცუდი მოხდეს. აბა იქნება, მაგით მე არავის არ უყურებ, რომ აბა იქნება რა დაემართოს. არა, ღმერთო, მე სულ იმას ვლოცულობ, რომ ნუ რავის, ნუ რაფერი ცუდი, ნუ დაემართება. ნურც მტერს, ნურც მოყარეს, ჯერ ერთი მთვლი რომ მტრები არ ამყავს, ახლა რა ვიცი, შეიძლება მყავს, არ ვარ გაკაცი უმტეროვო, ხო და მყავდეს. ისა როგორ ვთქვა, სულ მაგას ვამბობ, არავის ღმერთო, ნეტა მე ვიყო ბოლო და არავის ცუდი არ მისცეს უფალმა, აი არანაირად, სულ მაგას, ეგ არის ჩემი სათხოვარი, იმიტომ რომ არავისთვის არ მინდა ცუდი, არავის არ დავწყევლი, აი არავის ცუდს არ ვუსურვებ. შეიძლება გავლანძღო, გავთათხო, რა ვიცი, მე კულტურულად შევამკორა, აღარა ვთქვა ისა, მაგრამ არა მოვა ჩემი პირდა რომ რამე ცუდი უსურვო. აბა, იმიტომ რომ თუ ვიტყვი პირველ რიგში თუ მე ამომივა, მე მომიბრუნოს უფალმა. მეტი რა ვთქვა. მაგრამ ესეთი ადამიანი, რომელიც ძალიან აიცით როგორ გავხდები ხოლმე აი დისგუსტატა, გაუგემურებული. უგემურია, ჩვენთან ხო იტყვე რამე საჭმელს რო გასინჯა, მე რა უგემურია, აი არაფრის ესეთი უგემური დავრჩი, მაგ კომენტარი ჯერ გამეცინა თავიდან. მე დავფიქრდი ამ ადამიანს რამდენი ისა აქვს შიგნით. აი ჩემი ბიჭი მოვიდა კარებს აღებს. რამხელა ბრაზი აქვს სხვების მიმართ, რამხელა რავი რა აქვს რა მოკლედ. სხვებს ვერ იტანს. მე ჩელაფაი Noche. Ce la fai? Sì. Buongiorno. Buongiorno a lei. Che vuoi? Ხოდა, აი მაგის თქვა მინდოდა, აუცილებლად უნდა მეპასუხა, განა იმიტომ რომ ვაიმე არიქა. უბრალოდ, როდესაც მე რაღაცას ვერ უპასუხებ, ვინმეს ვერ უპასუხებ, შიგნიდან გიტრიალებს გონებაში და რო იტყვი და ამოიღებ და დამთავრდება. მოვიდა. გამარჯობა. და მოვიდა ისე ჩვენი 007. 007, con licenza di uccidere, di ammazzare. Agenti 007 mowida. Vai me innocente, non avevo tempo, ma volevo fare un video. Ara mkhonda dro methki, magram video მინდოდა თევზი მაქვს შესაძლებელი, თორე იმას არა უშრა, უნდა დავდგა. Mo finisco e facciamo? E ci sono come spoiler. No, non ti spogliare, aspetta 30 secondi, non sai aspettare. Now? Sana mesets არ გამაგიჟებს ხოლმე, არ დადგე. 30 წამი ვერ დამელოდები მეთქი რა. კიო დაგელოდები. ასე რომ შემოკარგებო, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თუო წაშალა თავის კომენტარი, ეხლა წაშლის ალბათ რო ნახავს, იმიტომ რომ მართლა სამარცხვინო კომენტარი დამიწერე ქალბატონო, არც შენ სახელს არ ვამბობ და არც გვარს. ეგ ერთ-ერთი გაბედულებაა, რომ თუ შენი სახელი და გვარია გამოდიხარ, non cominciare anche tu, se no non ce la faccio. Vai, non ti preoccupare. Vuoi venire qua? Vai. Centro moħudi metki, vegar bomastrebuna, samzareulus. Dobbiamo fare un autoscatto, qua vicino. Tutti e due, qua. Abbracciati stretti, per un bacin d'amor. ზოგი ვერიტას ამ ჩვენი მას ზოგს მოწონ ზოგს ერთი თბილისელი გოგოა ისეთი ხალასია ისეთი ნამდვილია ისე მომწოს ხოლმე მაგ TikTok-სია თავის ქმართან ერთ ქმარი არ აჩნდება ისე ესაუბრებიან ხოლმე ისეთი კარგი აი ნაღდი რომ მოდის სიმართლე და არა დადგომი ხო ლეონზე ego სიმღერას დავდებო და უთხარიო ხალხი გააფრთხილეო გაგაფრთხილეთ ხალხებო ჩვენო ხალხებო ჩვენიანებო forse domani un altro giorno si vedrà vai მეინოჩე წავედი ხალხებო დაგემშვიდობებით ახლა ხო მაინც მოვქანდი და მოვედი არ მოვდივარ ხალხო თქვენთან ფულისა და იმის გულისთვის ნეტამც კი არა და ბევრი იყოს და დამერიცხოს ხელფასს მაგრამ არ არის დიდი არაფერი ესა ვნახოთ
მაინც თქვენთან მოვდივარ, იმიტომ რომ მინდა. თქვენთან მინდა და La canzone si va così. Vabbè. რა დავაშალე. ვადო, კიუდო. Sì. წავედი დაგემშვიდობებით. აბაჰე და აბაჰო ხალხო, გეხვევით კოჩი. Bye. ხო და ვისაც კიდე არ გინდივართ, მიყურეთ, განა არ მიყუროთ და ასკროლეთ, არა, მიყურეთ თუ კი გინდათ რომ მიყუროთ, მაგრამ კომენტარებისგან თავი შეიკავეთ, იმიტომ რომ თუ რამე იმას დამიწერთ საზღვრებას მიგალანძღავთ. მაგის პირობას გაძლევთ, რომ არ გავატარებ, არაფერს არ გავატარებ, არავის უბრალოდ განა იმიტომ რომ თქვენ გაგაგებინოთ რაც ახართ. მეტი არაფრისთვის. წავედი. აბაჰე და აბაჰო. Adios amigos.